Atuka, როგორ ახარ, мо? ვახ, თოკო ბიჭო, მოდი აქ, თოკო ბიჭო. ეს არის პატარა ზაქრო. ეს არის პატარა ზაქრო. აბა კაცული კაცი. როგორ? დუხნე ბიჭო. ასო ეს მარტივად საქმე საკეთია. ვინ არის მოდი ხარ თქვენ მე პირიქით. თქვენ იძახ თუ უსნუაყოლო. თქვენ რატო აიღეთ ეს ყველაფერი? გაჩერდი, მე როგორ? არა, მე ვარ მოსული და ვიკითხე მე. და, გამოგიშვა. არა, გავაჩერდა ვკითხე, ვინ ახარ სადმენი ხარ? დაგინათ, ვერ გავიგე. მაინცა და მაინც ეს რუსეთი შემოიჭეს. არ გვინდი ხარ, ძმა, არ გვინდი რატო მოგიხარ? შენი თათასწვეტავ, კაცო, შენ ხალხს გითხო. შენ კარგად გითხო იმ საქართველოში. გაინტერესებს საქართველო. არის ვინა ვარ? მე ვინა ვარ იცი? მე ვინა ვარ იცი? არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ჩემი გახრო. ხალხს აგოიმები. ჩემი ასლი მეგობრებო, არ ვიცხობ. აგიჟე. მაშა ერთი ჩემი ჩაულებრივი ამაა. შეგდაწყდა არა, განაფერი საჭმელი არ არის. ესეთი ამბავი იყო. დავშვიდი. სამშობლოს მოღალატეები თქვენ აღარა ხართ ბიჭო, ბიძინა ივანიშვილი იმას იძახით, რომ ქართველებმა დაიწყეს ომიო და მეტი რაღა გინდათ ოღონდაცა. პუტინი გამოვიდა და იძახის, რომ 2 წელიწადია ვამზადებდიო ამ ომის იმასაო და ეხლა იძახით, რომ ჩვენ ვართ მოღალატეები. ჩვენი სახელი ზაქრო, ხო? ხა. მოდიეთ ვაშასურ სიტყვას გეტყვით რა. თქვენი სახელი ზაქრო. არც ის მთავრობა და არც ეს მთავრობა მიძინა მოვიდეს და ყველა შენი კარიერის თვიმძი რა. პირადად შენი მძი. ის ვიღაცა თავის კარიერის ხალხის ვი არავინ არ ახათ, არც ერთი არც მე. რა ვქნა და პასუხს დაელოდი, არც დაელოდი. რა პასუხს დაველოდო ხალხო ეხლა მე მასწავლებ თქვენ რა. ეხლა შენ ჩემზე გონიერი ხარ? ბატონბესო, ესე იგი თქვენ დასვით შეკითხვა თუ აზრი გამოთქვით. აზრი გამოვთქვი რა შენ გახარებას აი გეხვეწები რა ფშაველი კაცი ხარ მონი რა. შენ შემოგელი ხო იცი რომ ფშავლობა მიყვარს რა. ფშავქესურეთ მიყვარს ძალიან რა. არც შენი მჯერა რა შენ შემოგელი. შენ ხო ამას რო ამბობ ხალხს რომ იმეც უკლავ შენ. რატო უკლავ იმეც მითხარ? რატო უკლავ იმეც? იმის გამო რომ შენსავით ისრაელში გადაიხვეწოს? გადახოცილი ბევრი არია. ხო და ეგ გვინდა რომ კიდე 1000 ოჯახს კიდე 1000 ოჯახი მიყვეს, ეგ გვინდა? თუ ის გვინდა რას ამ წერალმა კაცმა თქვა რომ 1000 ოჯახი აქეთ დაბრუნდეს თავის მიწაზე. დაიცადე ქართული ოცნება დააბრუნებს იმ ხალხს. ეხლა ნახე, აი წვიანი ძალიან კაი შეკითხვა და აი მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ რომ ეს ქართული ოცნება რო ლაპარაკობს რომ სოფელს ავაღორძინებ, არის ამის გამკეთებელი თუ არა, აი მაზე უნდა ვილაპარაკოთ. ესმის და არა აპრიორი ისე რომ არ ამჯერა არ ვიცი. იქნებ შეუძლია 2008 წელი რომ მოხდა ომი და დაინგრა ქვეყნიერება. სად იყო მაშინ ბიძინა ივანიშვილი? დაშვილეში ეს გავაკეთე. აბა ის გაფინანსებ თქვენა და ის არის თქვენი ქართული ოცნება. ესე იგი რაღაცა არა, ქართული ოცნების გავატონო. ლიდერი ხო არის არა ბიძინა ივანიშვილი. ესე იგი ნახეთ არ გადავხდეთ ზაქარია. არ გადავხდეთ ერთი თემიდან მეორე თემაზე. გესმის? ჩემი ამოცანა ის კი არა. აი მე უნდა დავიჯერო შენი სიტყვაზე ვთქვა რომ თქვენ აი მას გააკეთეთ. ისმენ ჩემო კარგო და თქვენ ხო ამბობთ. არა ვჩხუბო. მე უბრალოდ აი შენობა გადაიღე, აი. გადაიღე ეს შენობა, კაცო, რას ვლაპარაკობთ? მექანიზაციით უნდა იყოს შიგნის სავსე. ერთი ტრაქტორი მაინც უნდა იდგეს. ინგრევა, ნახე როგორი საწყალი ბოძი აქვს შენზე საუბარი. 22 წელიწადი აი საწყალი 9 წელზეა საუბარი. და 9 წელი ესენი გვამადლიან დენს. რომელშიც ფულს ვიხდით, ეს არის? სოფლებში 200 ლარი მიცეს ჭურჭელის და ამას ამადლიან ხალხს 200 ლარი მოგე ჭურჭელის. ეს არის 9 წლის შედეგი. აბა ნახეთ როგორ სასახლეში ცხოვრობენ თვითონ. ჩვენი ფულით აშენებული. ბიძინა თავის ფულით აშენებული სასახლეში. ესენი ჩვენი ფულით აშენებული. კომუნისტების დროს რო გქონდა ჩემო კარგო, ისე რუსეთთან გიდა დაბრუნება? ისე კომუნისტური ცხოვრება გიდა? ხალხისაგან ხო იღებ ჯამაგებს რა? სანიტარი ვარ. და ხალხს აპირისპირე. რატო აპირისპირებ? ძალიან კმაყოფილი ვარ. შენ ჭირვე გეხვეწებ გასწიე. არც გზა არის, არც წყალი. წყალი არის ტალახი, არ მოდის ტალახი ხალხო. გზის გაკეთება, მაშინ როცა ჩელსელოდან არის დაიწყეს და დაამთავრდა, ეგ შეიძლება ზამთარში რომ მოგწანდეთ, ეგრე იყოს, იმიტომ რომ ჩემამდე სამოვიდა, იმიტომ რომ ეს მე ვიყავი, რომელსაც უნდა შემებრძოლო. უკვე დაშინებისა და იმის წინაშე გადასწრენ ჩემს სიძეებს, გადასწრენ ჩემს შვილებს, ვისაც სადმე რაღაცა გააჩნია. ვართ მიწაზე იმუშავეო, მეუბნება იქიდან მოსული ხეთაგური, რომელიც ხალხს მუშტებს უქნებდა შეშას თუ მოიტანდნენ და შეში თუ გათბებოდნენ და ის მორებიო, თქვენო, მორები დღესაც გადის, მაგრამ კაცი შვილმა არ იცის, ვისი გადის, ვინ გადის. უბრალო ადამიანს მორს ვინ მოაჭრეინებს და ვინ წააღებიებს.
მიიკვირს ჩემი მეზობლები სირცხვილი, აი ზოგი დღეს აქ იმითოა რომ ამბავი გაიტანოს. მთელი ღამე კარგად დადია რომ აქ არ მოსული. 9 წლის ნაციონალური მართვის რეალობა ესეთია, რომ ქართულ სოფელში არ არის სკოლა, ქართულ სოფელში არ არის ტექნიკა, ქართულ სოფელში არ არის მეურნეობა, ქართულ სოფელში არ არის საწარმო. და გული მიკვდება ამას რომ უსმენ და ძალიან მძიმეა. შეხვდე ხალხს, დღეს ათეულობით ადამიანი შეხვდეთ თქვენ ამას ადევნებდით თვალს და როცა ამას ისმენ ან პრობლემებს ძალიან მძიმდები ადამიანები. 21 საუკუნეში ის რომ წყლის, დენის და გზის პრობლემაა, ეს და ამ დროს ეს ხელისუფლებს სწორედ ამით იქადნის რომ გზის, წყლის და დენის პრობლემა მოაგვარა, სირცხვილი არის. როგორც ჩანს, ქართულ საზოგადოებას მოუწევს თავიდან ძალისხმევა, რომ ქართულ სოფელს გადაუწყდეს დაგროვილი პრობლემა. ქართული ოცნების წარმომადგენლები მივეჩვიეთ შემთხვევებს, მივეჩვიეთ პროვოკაციებს. ეს ამ პროცესის თამდევი შედეგი, ეს მიანიშნებს მოწინააღმდეგის სისუსტეზე. სწორედ მოწინააღმდეგის სისუსტის გამოხატულებაა ის, რომ მას ეშინია, რომ ჩვენ შევხვდეთ ხალხს და უთხრათ სიმართლე. და ამიტომაც მისდევენ აი ამ ფორმას, პროვოცირების, შეშინების, გაფრთხილების, არ გამოსვლის მოთხოვნას, რომ ხალხი არ შემოვიდეს ურთიერთობაში ჩვენთან. მაგრამ სიმართლეს ის ძალა აქვს, რომელსაც ვერ გააჩერებს, ვერც გაფრთხილება, ვერც ზონდერები და ვერც ის პროვოკაციები, რაც წრულ-წრულად ეწყობა ცალკეულ შეხვედრებსაც. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ გავაერთიანეთ ყველას და ამ პროვოკატორებსაც და პატიოსან ხალხსაც გავაერთიანეთ და გავათავისუფლეთ აი ამ მოძალადე რეჟიმისაგან. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებისთვის აუცილებელი არის